გალტონოს ამბობ მაინტერესებს საქმის წარმოებაში ამ დოკუმენტს რა მნიშვნელობა აქვს თუ სამართლებრივი შედეგი არ მოხდება შეგახსენებთ რომ ეს არის რომელიც არის წინსწრები ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა ოფისს. მაშინ მაინც შეიძლება ერთი კვირა ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა ოფისს შემდგენს ატაკის მერე კი არა და ფაქტის შესწრების მერე მეორე დღეს რატოა ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა ოფისს. გამოიკვლიათ თუ არა საერთოდ ადამიანის მორალური მდგომარეობა შეურაცხყოფა არ არის ობიექტური კატეგორია. იმ მოიგონავს რომ მონა შეურაცხყოფა ეს მე არ ვიცი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ სწავლობთ ამ საკითხს და ამაზე მივიჭერთ ასეთი განხილვისას მე მაინტერესებს დაზარალებული საქმე არსებობს თუ არ არსებობს. თუ სიტყვა დონის ნაწილში პრეზუმპცია გვაქვს რომ არსებობს ამ პატაკით და გვაქვს პატაკი იმიტომ რომ ხოდაწერაო თან მეორე წინადადში მეუბნები რა მნიშვნელობა აქვს ეს მაინტერესებს მეორე ნაწილში კამპარაციის სიტყვის ნაწილში პრეზუმპცია არ წარმოიშობა და ამ ფაქტს შეურაცხყოფა აქვს ეს კითხვები თუ არ აქვს ამიტომ კითხვა მას ან კამპარაცია ამ შემთხვევაში ეს სიტყვა შეთანხმება ამ სიტყვა შეთანხმებას მას ეზავებიან მან მიიღო თუ არა შეურაცხყოფა მე მაინტერესებს სამი ადამიანის მიერ აღწერილი ფაქტობრივი გარემოება. მე მაინტერესებს შეურაცხყოფის ფაქტიდან გადავა. შეურაცხყოფა არ არის ობიექტური კატეგორია. ეს არის სუბიექტური აქტის კატეგორია. თუ სიტყვა მომასთან დაკავშირებით, მაგალითად, დადგინდა სასამართლო პრაქტიკა, რომ ეს არის შეურაცხყოფის სიტყვა და ეს ცნობილია ყველასთვის, მაშინ შეიძლება იყოს გამოყენებული სადავო დავეთ მაგრამ შეიძლება იყოს გამოყენებული როგორც ფაქტი, რომელიც შეიძლება ცნობილი იყოს პოტენციალური შეურაცხყოფის მიმართ. მაგრამ სიტყვა შეთანხმება ხალხარაზების სიტყვი. ჯერ ამგვარი რამ სასამართლო პრაქტიკაში არ ყოფილა სხვადასხვა სიტყვი, არ ზოგადად სიტყვი და ამიტომ ერთადერთი შემთხვევა, რომელზეც შეურაცხყოფა დადგენილი საკუთრივ მას არ აქვს. აქ რასაც ყოველი ეს არის მოთხოვნა. ეს არის აღწერილობითი ნაწილი, ინგლისს მას უწოდებდა. კაცი რომელიც ყველა რამ შეურაცხო, ანასაკრატებს. ამიტომ ამ კამპარაციის ნაწილში როგორ მოხდა მისი შეურაცხყოფა, მე ეს ინტერესებს უშუალოდ მისგან. მე არ მაინტერესებს ვინ გაიგონა, რას მოყვება, ის ვინც გაიგონა. მე მაინტერესებს ამ კაცის საერთოდ მნიშვნელოვანია თუ არა კამპარაციებში რომ უყურესდა კიდევ ალგა თუ ისო კამპარაციების ისტორია. ჩვენ როგორია შეურაცხყოფა ან მე მაგალითად დაკავებულ საერთაშორისო შეურაცხყოფა. მე ეს მაინტერესებს ამიტომ მინდა რომ ეს ამ წუთში მაინტერესებს რომ ისგან გავიგე. მე რა პრობლემას დავაკეთე ამ საფუძველზე. უნდა გავიგოთ რომ სამწუხაროდ ეს ამ მასაკეთებინა შეხვდებით და ჩვენ